ვარ ლუკა გოგვაძე 8 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა სიმღერა. უკვე 3 წელია ვმღერი ანსამბლში. ანსამბლში ვმღერებ მხოლოდ ქართულ სიმღერებს. ჩემი საყვარელი სიმღერაა სოლოლაკი. სოლოლაკი და ამანათუბანი ვერცხლის და ქარის ქუჩები ცაცაკი შერიზად საფირონის მზე შუშამადები ეზოდა დუქანი ღვინაო თუდუკი კაიფობს უბანი მამა დავიძაბ წყინავს უხტის მზე ბახჩა და ბაღი და ლაბარი ეწყრუმზაღი უბერებელი უზომოთლაღი დაგიამებს სულს აქფიდოსმანი შეიძლება და აქსეაცნოა ალალ გეტყოდა დაეთი გურჯი შენ გიმღერო და შენ მე ვიცი დოლზე დაკვრა და დოლთან ერთად სიმღერა დოლზე დაკვრა ძალიან მარტივია უბრალოდ უნდა დაარტყა ხელი ძალიან ბევრი რიტმი არის დოლზე ანუ სოლოლაკის ახლა ადვილია ოღონ არაულთარაულის ის არის ტემპი ყველაზე ძნელია ხურუმის დაკვრა. რაც გნოლში დავდევა, შემეყვარდა ხალხური სიმღერები. ანსამბლში ჩემი მასწავლებელია ანა გულედანი. ის არის ძალიან ჭკვიანი და ძალიან საყვარელი. პირადად მე ძალიან ვუყურებ და სულ მეხუტე. სულ მქონდა 3 კონცერტი და ახლოს კონცერტიდან მოვდივარ. ყველაზე მეტად მომეწონა დღევანდელი კონცერტი, იმიტომ რომ ბევრი ხალხი მიკრავდა ტაშს. მე ყველაზე კარგად ვღარი ჩემ დედიკოსთან. მე მინდა ჩემი სოლო კონცერტი მქონდეს თბილისში. ბილეთი აღირება 10 ლარი და მთელი დალბრაზი იქნება სავსე. მე მაგ ფულს დავხარჯავ სახატავ ნივთებში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხატვა. ხატავაშიც ნიჭიერი ვარ და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ხატავ ადამიანს. ანუ ადამიანების სახეს და ტანს. ჩემი საყვარელი ფერებია წითელი და სტაფილოსფერი. არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ ცუდი და ბნელი ფერი. მინდა ესე კარგად ხატავდე, რომ მუზეუმში გამოვაწყო ჩემი ნახატები. ჩემ კარგ ნახატებს ვაგროვ. იმიტომ ვაგროვებ, რომ დრო მოვა და ბევრი ადამიანი ნახოს. ჩემი ოცნების საჩუქარია ყურსასმენები. თოლის ბაბუას ვახვეწებოდი, რომ ყურსასმენი მოეტალა და ერთ დღეს მომეტალა. სოფელში ვიყავი და ძალიან გამიხარდა. წელს მინდა მომეტანოს პლანშეტი. ჩემი აზრით თოლის ბაბუა არის 90 წლის. მისი ნამდვილი სახელია ჯემალი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან მოწესრიგებულია. კიდე იმიტომ მიყვარს, რომ დასვენება არის ძალიან დაგრძელებული. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დემეტრე ზოიძე. ყველაზე ჭკვიანია ლევან ბერიძე. ყველაზე ბედნიერია ბარბარე მგელაძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი და საინტერესო. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ცეცო ცეცხლაძე. ხიარულია, კარგად ხსნის გაკვეთილებს და კაცრია. სხვათა შორის მე მიყვარს მკაცრი მასწავლებელი. რომ გავეზრდები, მინდა გამოვიდე არქიტექტორი. იმიტომ გადავწყვიტე, რომ სახლების ხატვა გამომდეს მარტივად. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. ახლა მინდა რომ ვიყო 12 წლის, რომ მანქანა ვატარო. 22 წლის რომ ვიყიდი სტაფილოსფერი BMW-ს და იმით მოვიყვან ცოლს. შვილებს დავარქმევ გოგოს თეკლს და ბიჭს ვახოს. სახლში ვცხოვრობ მე დედა და მამა. და ძმა არ მინდა რომ ყავდეს, იმიტომ რომ წიგნი რომ გამიხიოს ან რომ შემიჭონოს. მამიკო არის კაცრი, საყვარელი და ადვოკატი. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი, კაცრი და იურისტი. ძალიან მიყვარს დედას გაკეთებული პიცა. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად შეწვავს კვერცხს. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პანდიქტონი. თან ჩემი მასწავლებელი მეძახის პანდიქტონს. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი დედოფალს. ჩადასნული ჯოხი რომ მქონდეს, მეცოდინებოდა ფრენა. ფრენა რომ შემეძლო, აქედან პირდაპირ გავფრინდებოდი თურქეთში. წინა მონაწილემ დამეტოვა ასეთი შეკითხვა. უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკტავი. ადამიანი უნდა გტებოდეს თუ დაბერდა და თუ არაფერი თუ არ შეეძლო, თქვაც თუ არ შეეძლო, მაშინ ისე მოკტა. მაგრამ მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 120 წელი. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია მგლობანა გაშიშობანა. ჩემი ნება რა იყოს აღზალავდი Minecraft-ს. იმიტომ რომ ძალიან საფრთხეა და ბავშვებს დაცემენ.
ბედნიერება არის ისეთ რაღაცას რომ მოგიტანა, რომ ხიარული და ბედნიერებული იქნები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.